გამარჯობა, თქვენთან ვარ ნათიანა სარიძე, დღეს არის 1 ივნისი და მე მინდა ასევე თქვენი აზრი გავიგო. მე Facebook-ზე ნახე ერთ-ერთი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ეწევა ადამიანების აზროვნების განვითარებას იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებულები და ძალიან საკმაოდ ცნობილი ეს ადამიანი და ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება ამ ადამიანს და მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანების ვიდეო ტრენინგებს, რომლებიც ემსახურება ადამიანების აზროვნების, ადამიანების, იმიტომ რომ იმისთვის რომ ადამიანები გახდნენ წარმატებულები, ყოველთვის უდევს ასეთი რაღაცა. თუ მოგეწონა ვიდეო დათვლი, რომ შენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იქნება, აუცილებლად გავზიარე მათ, ასევე აუცილებლად დატოვე პოსტის ქვეშ კომენტარი, რათა უკეთ გაგიცნო და შემდგომისთვის კიდევ უფრო სასარგებლო ხარისხიანი პოსტები და ვიდეოები მოგიმზადო. ჩვენ ხომ შენთვის მუშაობთ. მე აქ დავსვიკითხა, რომ თუ რომელიმე ადამიანი თუ კი ვინმე ხედავდა აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ მომართვაში რაიმე ცუდ და უარყოფით იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს წარმატებული, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ადამიანი გამომიხმაურა, ბატონი რამაზი, რა თქმა უნდა. და მხოლოდ ერთ ადამიანმა მოიწონა ასევე, მაგრამ მე მინდა ჩემი აზრი ვთქვა. ერთი წუთით გავაჩერეთ ეკრანი, ცოტა დარგის, მაგრამ მოუშავს. მე ვფიქრობ, როცა შენ გინდა რომ ადამიანი გახადო წარმატებული, მას აი ეს ფრაზა ჩვენ ხომ შენთვის მუშაობთ, როცა ურჩდება თავში, ადამიანი ეჩვევა რას? ადამიანი ეჩვევა იმას, რომ ვიღაცა აი თითქოს ვალდებულია, რომ მისთვის მემუშაოს, მის მაგურად გააკეთოს. ამიტომ მე უკვე ეს ადამიანი აღარ ხდება დამოუკიდებელი ადამიანი. შემდეგ უკვე ესეთი ადამიანები, რომლებიც ეჩვევიან, რომ ვიღაცა მათთვის მუშაობს, ვეღარ ხდებიან თავისუფალნი, ანუ დამოუკიდებელი ადამიანები. ამიტომ მეგობრებო, თუ მართლა გსურთ, მე განსაკუთრებით მიმართავ პიროვნული ზრდის ტრენერებს. თუ მართლა გსურთ, რომ ადამიანები გახდნენ წარმატებულები, ძალიან გთხოვთ, აი ამ სიტყვის მნიშვნელობა გააანალიზეთ, რამე თუ ასე თქვენ ადამიანს გაზრდით დამოკიდებულს თქვენზე. ასე თავისუფალი ადამიანები არ იზრდებიან. ამიტომ აი ეს ფრაზა საერთოდ ამოიღოთ თქვენი მომართვებიდან. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.